ამ ვიდეოში გაიგებ თუ სად არის ახლა ჩაკრულო, რაში არის ჩაკრულო და რა უნდა იქ ჩაკრულოს. ჩვენ ბევრ ტყუილს ვიგებთ. შენ ყველაფერი გამოგივა, ეს შეშა საშასია და აქ მოფსმა არ შეიძლება. და რაც თავარია, ჩაკრულო კოსმოსში ისმის. არა. ჩაკრულო არც უკრავს კოსმოსში და რომც უკრავდეს, ხმა საერთოდ არ ექნებოდი. მეტიც ღია კოსმოსში შენ ზურგს უკან უცაბოზალაც კონცერტი რომ იყოს, შენ ამას საერთოდ ვერ გაიგონებდი. უცბად წარმოვიდგინე. მტერსაც არ უსურვებდი ასეც. საქმე იმაშია, რომ კოსმოსში ხმას ვერ გავიგებთ, რადგან იქ არ არის ჰაერი, ან სხვა მატერია, რომლის საშუალებითაც ხმოვანი ტალღები გადაიცემა. ხმა არის ვიბრაცია, რომელიც გადაადგილდება ნაწილაკებში, მაგალითად ჰაერში, წყალში, მეტალში და როცა ასეთი ნაწილაკები არ არსებობს, ვიბრაცია ვერ აღწევს ჩვენს ყურამდე. კოსმოსის ვაკუუმში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აფეთქებებმა ვიბრაცია შექმნან, ეს ვიბრაციები სწრაფად გაქრება, რადგან არაფერია, რაც მათ გადაიტანს. ამიტომ კოსმოსი სრულიად მდუმარეა. როგორც მე, როცა კითხულობენ, ჰაერი ვინ გააფუჭა. მაგრამ ის სიმართლეა, რომ კოსმოსში სულ 27 მუსიკალური კომპოზიციაა გაშვებული. ყოველ შემთხვევაში დედამიწიდან. კოსმოსურ ხომალდს, რომელზეც არის ეს კომპოზიციები, ქვია ვოიაჟერი. მასში ჩაწერილი მუსიკა უცხოპლანეტელებისთვისაა განკუთვნილი, რათა მიხვდნენ თუ როგორი გულაობა ვიცით აქ. ფირფიტაზე ჩაწერილია ბახი, მოცარტი, სტრავინსკი, ჩაკბერი და მურმან წულაძე. მათ შორისაა ქართული ხალხური კომპოზიცია ჩაკრულო. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ თელს დედამიწაზე 27 კომპოზიცია შეირჩა და ერთ-ერთი შენი ქვეყნის ფოლკლორიდანაა, ძალიან მრავლისმეტყველია შენს კულტურაზე. მაგრამ თუ იცოდით, რომ ჩაკრულოს მაგივრად კოსმოსში შეიძლებოდა რუსული კომპოზიცია მოსკოვური ღამეები გაშვებულიყო. ამაზე ცოტა მოგვიანებით. ჯერ გავარკვიოთ თუ როგორ დაიწყო ეს ისტორია. სალამი, თქვენ ხართ არხზე მეთოდი და დღეს მოგიყვებით ვოიაჟერის შესახებ. სანამ საქმეზე გადავალთ, თქვენგან არხის გამოწერა დამჭირდება. მადლობა. ვოიაჟერი არის უპილოტო ხომალდი, რომელიც NASA-მ 1977 წელს გაუშვა კოსმოსში. თავდაპირველი მიზანი იყო მზის სისტემის შორეული პლანეტების შესწავლა, ხოლო 2012-ში ვოიაჟერი მზის სისტემას გასცდა. ვოიაჟერი ადამიანის მიერ შექმნილი პირველი რამაა, რაც ვარსკვლავების სისტემის გარე, ანუ ინტერსტელარულ სივრცეში შევიდა. ვოიაჟერის შემდეგ 2018 წელს მზის სისტემას გასცდა ვოიაჟერ 2. ორივე მოდელი ერთი მისიის ფარგლებში გაემგზავრა დედამიწიდან. უბრალოდ დაფიქრდით ამაზე, ვოიაჟერი არის დედამიწისგან ყველაზე შორს მყოფი საგანი, რომელიც ადამიანის ხელებმა შექმნა. სიცხადისთვის გეტყვით, რომ ვოიაჟერი დედამიწიდან 25 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული. დედამიწას და ვოიაჟერს შორის 2 მილიონი დედამიწა ჩაეტევა და 4 მილიონი შენი ყოფილი. რა თქმა უნდა, ეს არ არის პირველი უპილოტო ხომალდი, რომელიც ღია კოსმოსში გაემგზავრა. ვოიაჟერამდე და ვოიაჟერის მერეც ძალიან ბევრი ხომალდი გაემგზავრა ღია კოსმოსში. სულ პირველი ხომალდი არის სპუტნიკ 1, რომელიც საბჭოთა კავშირმა 1957 წელს გაუშვა. ხოლო ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი არის სიგნუს X-ი, რომელიც ღია კოსმოსში ამ წლის სექტემბერს შევიდა. მიუხედავად ამისა, ვოიაჟერის ამბავი მაინც ყველაზე განსაკუთრებულია. და აი რატო? საშუალო სტატისტიკურად რისი მოყვარული შეიძლება იყო კაცი. ვიღაც ბარსელონას ფანია, ვიღაც ფერარის, ვიღაც მანჩესტერის. და ვიღაც ასტროლოგიის. ხოლო კალიფორნიის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გერი ფლანდრო იყო ცის მექანიკის ფანი. ცის მექანიკის არ შეგეშინდეთ, არ არის რთული გასაგები, სადაც ინტერსტელარული სივრცე გაჯახეთ დასაწყისში. იქ ცის მექანიკის გაგებაც არ გაგიჭირდებათ. ეს არის ობიექტი. მას აქვს მასა. უმეტესად ცხიმოვანი. თუ აქვს მასა, ესე იგი მას შეუძლია მიიზიდოს სხვა ობიექტი. რაც უფრო დიდია მასა, მით უფრო დიდი გრავიტაციული ძალა აქვს მას. ნიუტონის მიხედვით, მიზიდულობა ყოველთვის ორმხრივია. და კიდევ 100 ანეკდოტი ურთიერთობებზე. ნიუტონის მიხედვით ჩვენ ვერ დავფრინავთ, იმიტომ რომ დედამიწა მიგვიზიდავს და ჩვენც იმავე ძალით მივიზიდავთ მას. მაგრამ დედამიწის მასა ჩვენთან შედარებით იმხელაა, რომ ის თითქმის არ ექანება. იგივე პრინციპითაა მოწყობილი მზის სისტემა. მზე ყველაზე დიდი მასის ობიექტი იზიდავს სხვა პლანეტებს, მაგრამ პლანეტებს თავის მხრივ გვერდული მოძრაობაც აქვთ და ამიტომ არ ეჯახებიან მზეს. მოძრაობა მზის მიმართ და გვერდული მოძრაობა ქმნის ორბიტას, ანუ პლანეტების მოძრაობის მარშრუტს. მასის ზრდით იზრდება მისი გრავიტაციული ძალაც და მიზიდულობა უფრო ძლიერია. ეს ნიუტონის მიხედვით. მაგრამ ეინშტეინი განსხვავებულად ფიქრობდა. ეინშტეინმა რასაც ქვია ჩაუკუკა მუღამში ნიუტონს.
გრავიტაციული ძალა და მიზიდულობა საერთოდ არ არსებობს. არ არსებობს უხილავი ძალა, რაც პლანეტებს ერთმანეთს აკავშირებს. მაგრამ არსებობს დროს სივრცითი ველი. სხეული კი არ იზიდავს სხვა სხეულს, არამედ ღუნავს დროს სივრცით ველს. რაც უფრო დიდია მასა, მით უფრო ძლიერად იღუნება ეს ველი. ხოლო მეორე სხეული იცვლის მდგომარეობას დროს სივრცითი ველის ჩაზნექილობიდან გამომდინარე. ანუ ერთმა რომ ველი ჩაზნიქა, მეორეც შესაბამისად მიყვება. სინამდვილეში ამ მოვლენას ეწოდება გრავიტაცია და არა მიზიდვას. და აი ამ სრულიად გასაგებ და უმარტივეს სივრცეში პლანეტების, ვარსკვლავების, ასტეროიდების და ზოგადად სხეულების მოძრაობას შეისწავლის ცის მექანიკა. ცის მექანიკის სიყვარულით გერი ფლანდრო პრაქტიკულად ისტორიაში შევიდა. NASA ეძებდა გზებს თუ როგორ შეიძლება ხომალდი გავგზავნოთ მზის სისტემის შორეულ პლანეტებთან, ან საერთოდ მზის სისტემის იქით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ცივი ომის პერიოდია, ამერიკა და საბჭოთა კავშირი ერთმანეთთან სამეცნიერო ბოლაშია და კვლევები უფრო უხვად ფინანსდება. გერი ფლანდრომ NASA-სგან მიიღო დავალება. შეესწავლა გრავიტაციული დახმარებით კოსმოსური ხომალდის მზის სისტემის გარეთ მოგზაურობის ტრაექტორიები. ხომალდს შეუძლია იმოძრაოს ერთი პლანეტის გრავიტაციიდან მეორისკენ. მიფრინდება მარსთან, მერე მარსიდან კატაპულტირდება იუპიტერისკენ, იუპიტერიდან სატურნისკენ და ასე შემდეგ. ამ მეთოდის მიზანია დაზოგო დრო და საწვავი. და წარმოიდგინე რა რაოდენობის საწვავი იქნება ამ ავანტიურისთვის საჭირო. ხო, საწვავი არ არის არც თხევადი და არც ელექტრონული. ხომალდში არ არის არც სავსე კანისტრები, არც ბატარეები. არამედ მასში არის რადიოაქტიური პლუტონიუმი. ის ბუნებრივად იშლება, გამოყოფს სითბოს, რასაც მოწყობილობა შემდეგ ენერგიად აქცევს. უკაცრავად ბატონო, არ შეიძლება სადმე სხვაგან წახვიდე და დაუყროლდი. ბოდიში ძმაო, ბოდიში. პლუტონიუმი უზრუნველყოფს ხომალდის ელექტრონიკის სტაბილურად მუშაობას, მაგრამ გადაადგილების სიჩქარე სვერა, იმიტომ რომ ნელა იშლება. ამიტომაც არის საჭირო გრავიტაციული დახმარება. გერი ფლანდრო შეუდგა საქმეს და დაამოღამა, რომ 70-იანების ბოლოს პლანეტები ორბიტებზე განლაგდებიან ერთ ხაზზე და ხომალდი უბრალოდ ერთი გაფრენით ჩაივლის და თითოეულს შეისწავლის. ხომალდს ბევრად ნაკლები დრო დასჭირდება პლანეტების შესასწავლად, იმიტომ რომ ყოველი პლანეტა ერთ ხაზზე იქნება განლაგებული. ხომალდი უბრალოდ მათ ჩაივლის და პლუს გრავიტაციული დახმარება აჩქარებს მას, რომელსაც ის პლანეტებისგან იღებს. ამ გზით ის დაზოგავს 20 წელს. პლანეტების ასეთი განლაგება გამეორდება 2152 წელს. მაგ დროისთვის ალბათ ტარანტინოს ბოლო ფილმიც გამოვა. ეს აღმოჩენა გახდა Voyager-ის მისიის დიდი მოგზაურობის საწინდარი. თუ ხომალდი ამ სიშორეზე უნდა გაემგზავროს, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ბოლოს მას ვიღაც გადაიყრება. და თუ გადაიყრება, ხომ არ იქნება უმჯობესი, რომ ამ ხომალდში იყოს ისეთი რამ, რითიც უცხო პლანეტელი მიხვდება თუ ვინ შექმნა ეს ხომალდი. ხომ არ ჯობია, რომ Voyager-ი თან ატარებდეს წერილს დედამიწიდან. ასე ფიქრობდა ასტრონომი კარლ სეიგანი, Voyager-ის მისიის წევრი და მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანესი განმანათლებელი. მან გუნდთან ერთად შეიმუშავა ოქროს ფირფიტა, რომელზეც კაცობრიობის შესახებ ინფორმაციაა ჩაწერილი. ფირფიტა შეიცავს ყველაფერს. ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც უცხო პლანეტელებმა სავარაუდოდ უნდა გამოთვალონ ფირფიტის გამოყენების წესი. სხვადასხვა ენებზე ჩაწერილი მისალმებები, ბუნების და ქალაქების ფოტოები და ხმები, დნმ-ის სტრუქტურის სურათი, ყოველდღიური ცხოვრების ფოტოები, ბავშვები, ოჯახები, სპორტი, არქიტექტურა, ლაბუბუ, გენოციდი, კადრები ვინ არის იდან, 9/11, შენი IP მისამართი, სადამ ჰუსეინის დამალვის ადგილი, მოკლედ, ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს ჟღერს ძალიან გულუბრყვილოდ, რადგან თუ უცხო პლანეტელები არსებობენ, მათ შეიძლება საერთოდ სხვა ბიოლოგიური აგებულება ჰქონდეთ. არ ქონდეთ ყურები, თვალები, კიდურები და ასე შემდეგ. სეიგანის დებულება იყო ის, რომ თუ უცხო პლანეტარულმა ცივილიზაციამ ღია კოსმოსში იპოვა ეს ხომალდი, ესე იგი ისინი საკმარისად განვითარებულები არიან, რათა ოქროს ფირფიტა გაშიფრონ. ეგ კარგი, მაგრამ საიდან ვიცით, რომ მათ საერთოდ ექნებათ ხელოვნების აღქმის უნარი. ამ იმედით ფირფიტაზე ჩაწერილია მუსიკალური კომპოზიციები, რომლებიც დიდი ყურადღებით შეარჩიეს. საჭირო იყო დედამიწაზე შექმნილი მუსიკის საუკეთესო ნიმუშების შერჩევა, რომლებიც წარმოაჩენენ თუ როგორი მრავალფეროვანი ხელოვნება გვაქვს ჩვენ. საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებს უნდა შეერჩიათ მათი კანდიდატი კომპოზიცია, რომელიც უნდა ყოფილიყო ფირფიტაზე. მათ აირჩიეს მოსკოვური ღამეები, რომელიც ძალიან პოპულარული იყო მაშინ საბჭოთა კავშირში. მოსკოვური ღამეები სეიგანს და მის გუნდს საერთოდ არ მოსწონდა და ამიტომაც არ აირჩიეს.
და გასაგებია, ცივი ომია, რუსული კულტურის აღიარება ამ დონეზე არავის არ სურს და მაგიტომაც ოქროს ფირფიტაზე რუსული კომპოზიციები არ მოხდა. გასაგებია, სტრავინსკი მოხდა, მაგრამ სტრავინსკი მაგ დროს საფრანგეთის და ამერიკის მოქალაქე იყო. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას სუფთა მხატვრული მიზეზიც აქვს. მე საერთოდ ვერ ვერკვევ მუსიკაში და ჩემგან მუსიკაზე აზრის მოსმენა უხერხულია, როგორც ასტროლოგისგან სიტყვათა შეთანხმება ლოგიკურია რომ. მაგრამ ჩემთვისაც გასაგებია, რომ ჩაკრულოს პოლიფონია უკეთ წარმოაჩენს სოფლიო კულტურას, ვიდრე მოსკოვური ღამეები. ჩემს დამოკიდებულებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ეთნომუსიკოლოგი ალან ლომაქსიც ეგრე ფიქრობდა. ის იყო ვოიაჟერის მისიის მრჩეველი და სწორედ მან ურჩია ჩაკრულო კარლ სეიგანის გუნდს. პრინციპში ეს არის ისტორია თუ როგორ გაემგზავრა ჩაკრულო შორეულ კოსმოსში. ვინ იცის, იქნებ რომელი უცხოპლანეტური ბლოკბასტერის ომის სცენას ამშვენებს ქართული საუნდტრეკი. თუმცა ოქროს ფირფიტის მუღამი არის არა ის, რომ უცხოპლანეტელებს ვაჩვენოთ თუ რა არის სიცოცხლე დედამიწაზე. არამედ ის, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ თუ რა არის სიცოცხლე დედამიწაზე. ეს იყო არხი მეთოდი, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. შეხვედრამდე.